დღეს ახალი სტილით 28 მარტს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე აღაპი ღაზელს და მასთან 7 მოწამეს. წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს, სიდელ ხუთს, წმინდა მოწამე ნიკანდრეს, წმინდა მოციქულ არისტობულეს, ბრიტანელ ეპისკოპოსს. დღეს მოხსენიებულმა წმინდა მოწამე აღაპიმ და მასთან ერთად წამებულებმა იმარტვილეს წარმართი იმპერატორის დიოკლეტიანეს დროს პალესტინის კესარიაში. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე ქრისტიანები, რომლებმაც კერპებს მსხვერპლი არ შესწირეს, საჯარო დაწამეს. წმინდა ტიმოთე კოცონზე დაწვეს. წმინდანები აღაპი და თეკლე კი ხეცებს დააგლეჯინეს. ყრმებმა პუბლიოსმა, ტიმოლაოსმა, ალექსანდრემ, დიონისემ და დიასპოლის ეკლესიის იპოდიაკონმა რომილამ გადაწყვიტეს უშიშრად ეღიარებინათ ქრისტე და თავი დაედოთ ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. ამისთვის მათ ხელები შეიკრეს და წარუდგნენ იქაურ მმართველს ურბანოს, რომელიც ცდილობდა გადაეთქმევინებინა ახალგაზრდებისთვის თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილება. მარტვილები საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც დაუახლოვდნენ იქ მყოფ ორ ქრისტიანს, აღაპისა და მის მსახურ დიონისეს. უფლის რჩეულები გვემეს დააწყულეს და თავები მოჰკვეთეს. დღესვე არის ხსენება წმინდა მოწამე ნიკანდრესი, რომელიც იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს ეგვიპტეში ეწამა. იგი მკურნალი იყო და ქრისტიანთა დევნის დროს საპყრობილეში აკითხავდა აღმსარებლებს, ეხმარებოდა და კურნავდა მათ. ერთხელ წმინდა ნიკანდრემ იხილა ქრისტიანთა გვამები, რომელნიც ხეცებისთვის მიეკდოდა დასაგლეჯად. უფლის რჩეული ღამით წავიდა მათ დასახმარებლად. წარმართებმა იგი შეამჩნიეს, დაიჯერეს და მოწყლეს. სასტიკი წამების შემდეგ მარტვილს თავი მოჰკვეთეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.